შესაძლოა თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ, ინფორმაციას საზოგადოება და ბანკები ავრცელებს. ორგანიზაციის განმარტებით ბოლო პერიოდში მომატებულია ფიშინგის შემთხვევები, შეთავაზებები ძირითადად Facebook, Instagram და WhatsApp შეტყობინებებში მოდის. SMS-ების მეშვეობით თაღლითები სხვადასხვა კომპანიების სახელს იყენებენ და საბანკო რეკვიზიტებთან წვდომის მისაღწევად რამდენიმე ხერხს მიმართავენ. ექსპერტი გიორგი კეპულაძე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. დავიწყოთ იქიდან, რომ თაღლითობის სქემები მოგეხსენებათ, რაღაც ტალღური ეფექტი ახასიათებს, რომ ხან მინელდება ცოტა, როცა მეტ ინფორმაციას გავავრცელებთ, ხან უფრო გააქტიურდება და ცვლიან ეს თაღლითების სქემებს, რა. ანუ რაღაცა სქემა, რომელიც ადრე იყო თქვა გავრცელებული, ხო, რაღაც მეილზე მოდიოდა პირობითად, რაღაცა ბულზე უნდა გადავსულიყავით. ეხლა უკვე შეცვალეს ეს ტაქტიკა, იმიტომ რომ ისწავლა ხალხმა, რომ არ უნდა მოწყუდეს რაღაცა. ეხლა არის აპრობირებული, რომ თქვა რაღაცა დასაქმების შეთავაზება Facebook-ზე, ან WhatsApp-ში შეიძლება მიუვიდეს ადამიანს რაღაც შეთავაზება, ან რაღაცა მცირე თანხის ინვესტირებით უფრო მეტი თანხის მოგების შესაძლებლობა და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ამ სქემაში როდესაც გითხრევენ რაღაცა ბულზე გადადიხარ და იქ გთხოვენ შენ მონაცემებს, ან გეუბნებიან რომ $20 პირობითად უნდა ჩარიცხო და ამით შენ რაღაცა ბევრ ფულს იშოვი და შეიძლება პირველ ეტაპზე გადაგიხადონ კიდეც, თქვათ, მაგრამ მე უკვე უფრო მეტ თანხას გეუბნებიან, რომელსაც რა თქმა უნდა უკან აღარ გიბრუნებენ, ნელ-ნელა გიჭრებენ რაღაც სქემებში. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და სწორედ ამიტომ გავავრცელეთ ინფორმაცია საზოგადოება და ბანკების გვერდის დახმარებით, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ სქემების შესახებ. სხვათა შორის კახეთის რეგიონშიც იყო ადრე ხშირად შემთხვევები, რომ ადამიანები სამწუხაროდ ყუდებიან, ხო, ხშირად ძალიან გავს ისა ნამდვილს, რომ აი რაღაც კომპანიის სახელით შეიძლება მოგწერონ და გავდეს რაღაც მეილის დასახელებაში ამ კომპანიის სახელით ეწეროს, მაგრამ თუ ბოლომდე არ დავაკვირდი და კარგად თუ არ დავაკვირდი, შეიძლება დავიბნეთ. მე ვერავის ვერ დავძრახავ, რომ ამით შეიძლება მოწყუდეს, მაგრამ ამიტომ დიდი მადლობა თქვენს და მედიის მხარდაჭერა ამ ხრივ გჭირდება, რომ მეტ ადამიანს გავაგებინოთ იმის შესახებ, თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგინონ და როგორ ამოიცნონ ეს თაღლითური სქემა.